კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. ვინ არიან ამ სიაში შემავალი ადამიანები და როგორია გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში, თემით ჩოტიკო სადაღაშვილი შემოგვიერთდება. Irma ევროპარლამენტმა კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ მიიღო, რომელშიც მოითხოვს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებას. ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სიაც, რომლებისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ. რეზოლუციის თანახმად ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს სანქციები დაუწესონ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ელიტურ გარემოცვას, ფინანსისტებს, მედიის ხელმძღვანელ პირებს და იმათ, ვინც მათი შეფასებით ხელს უწყობს სახელმწიფოში რეპრესიული ღონისძიებების გატარებას. Joint motion for a resolution tabled by 5 groups on further deterioration of the political situation in Georgia. Vote on the resolution as a whole by roll call vote. The vote is open. The vote is closed. Adopted. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო ოპოზიციისთვის, ხელისუფლების ოპონენტები ფაქტებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მმართველ გუნდს წინ კიდევ დიდი განსაცდელი ელოდება. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, პარტიის ადგილობრივი ლიდერებისთვის ეს არაფერს ნიშნავს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რეზოლუცია ჩვენს სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებს, რადგან მისი შეფასებით გაერთიანება მალე ჩამოიშლება. ევროპარლამენტმა, როგორც ვიცით, უკვე მიიღო ჩამოაყალიბა შინაარსი რეზოლუციის, სადაც გათვალისწინებულია დასანქცირება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების, მიუხედავად იმისა, რომ ეს უპრეცედენტო სანქციებია და ძალიან მკაცრი და მსგავსი სანქციების ადგილი არ ქონია აქამდე, მაინც ველოდოთ კიდევ უფრო გამკაცრებას სანქციების, კიდევ უფრო მკაცრ ნაბიჯებს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არ ველოდები, რომ გამოიჩენს და აზრს და გადადგავს თავისთვის სასიკეთო ნაბიჯს და ის შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ გაიზიარებს თავისი წინამორბედების, თუნდაც ისეთი მილოშევიჩის, ბაშარ ასადის ბედს. დიფსეიტი, რომელიც გეტყვით, რომ ჯერ კიდევ მუშაობს და ეს არის ომის ერთ-ერთი გამჩაღებელი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული თანხები, ამას არც მალავენ მისი წარმომადგენლები. აი ეს ბრიუსელის პარლამენტი აბსოლუტურად მათი გავლენის ქვეშ არის, აბსოლუტურად. და ვფიქრობ ეს არ არის საგანგაშო, იმიტომ რომ ევროკავშირი მე ადრეც ვთქვი და ბევრი მოწინააღმდეგე გაუმიჩნდა ოპოზიციიდან, მაგრამ ძალიან ბევრიც დამეთანხმა ევროკავშირი ის ევროკავშირი აღარ არის, რომელიც იყო და ვფიქრობ ევროკავშირი მალე დაკარგავს იმ გაერთიანების სტატუსს. მე თუ მკითხავდით მაგალითად არანაირად არ მიმაჩნდა სწორად ევროკავშირში შესვლა. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა წარმომავლობის ქვეყანაა საქართველოს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არიან პატრიოტები და უდიდესი საქმე აქვს გაკეთებული და მათ აღსანქცირებენ. ეს გამოდის, რომ მათ საქართველოს ეჯავრება და პირდაპირ ებჯიან ჩვენს ქვეყანას. დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ განცხადება გავრცელა ქართული ოცნების პოლიტსაბჭომაც, სადაც ნათქვამია, რომ Deep State-ი გაანადგურებს ევროკავშირსთან, ევროკავშირი გამონახავს ძალას თავი დააღწიოს მის გავლენას. მათივე განცხადებით სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია. აი ასეთი იყო მხარეთა პოზიციები ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.